ყველა უტყავდა წაქცეულ ადამიანს ქუჩაში და ყველას გაუჩნდა ესეთი განცდა, რომ ეს პირველად არ ხდება. შენ უნდა ებრძოლო დანაშაულს, ნებისმიერი ფორმით, ყველანაირი ფორმა მისაღებია, მთავარი არ მოკლა ალბათ, დანარჩენი მიდი. ფიქრობ, ეს ადამიანები იყვნენ დარწმუნებული, რომ მათ არავინ არ უღებდა. ნახეთ, ადგილიც ისეთია არჩეული დღეში, ფაქტიურად, სადაც არც ერთი კამერა არ არის შორი ახლოს. სამართალდამცველი გქვია. როგორ შეიძლება, რომ ადამიანებს კონდეთ შენი შიში. წინააღმდეგობას არ უწევს და ისევ სემენ ადამიანს, ხელბურტილებ დადებულ ადამიანს სემენ. შენ შვილს დაუდასტურდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. ძალიან ჭკვიანები არიან, ძალიან თბილები არიან. ძალიან საღად აზროვნებენ და ამ ბავშვების გამოკეტვა იყო ყველაზე დიდი, ესე რომ ვთქვათ, ცუდი მხარე, მაგრამ მაინც ერიდებოდა. როდესაც მძიმე მკვლელი ვერაგი დაავადება და მესაუბრები 1 და 2% უკუჩვენებაზე. უკუჩვენება აქვს ყველა მედიკამენტს. ქართველი ბავშვი მუაჯირზე ხელის დახმარებით ვერ არის და ამერიკაში ცხოვრები ქართველი ბავშვი, რომელსაც მიიღო ეს მედიკამენტი, გენური თერაპია, კიბეებზე თავისუფლად დამოუკიდებად დარგვის. წარმოიდგინე, ჯაბა 10-15 წლის ბავშვი 20 წლის აცნობიერებს, რომ წამლები არსებობს და არ მიდის მასთან ეს წამლები. აი, როდესაც მშობელს გიწევს შვილის ჯანმრთელობისთვის ბრძოლა საჯაროდ, ეს სახელმწიფოს მარცხია თუ საზოგადოების? გამარჯობა, მე გახლავართ ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი და ეს არის გადაცემა ადვოკატის კითხვები. საქართველოში 1000 ადამიანზე მოდის დაახლოებით 10-11 პოლიციელი, ხოლო სასამართლოში გამამართლებელი გადაწყვეტილებების წილი უფრო და უფრო იკლებს. ამ დროს ადამიანს, რომელსაც სისტემა უპირისპირდება, ხშირად უჩნდება განცდა, რომ იგი განწირულია. დღეს ჩვენ მხოლოდ სამართალზე არ ვისაუბრებთ. არვად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას გრძნობს ადამიანი, მშობელი, როდესაც უწევს ბრძოლა საკუთარი შვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად. ჩემი სტუმარი დღეს ადვოკატი ზაქრო გვიშიანია, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. გამარჯობა ზაქრო. გამარჯობა, მოგესალმებით. მიხარია დღეს რომ ჩემთან ერთად იმყოფები და დარწმუნებული ვარ, რომ გულახდილი საუბარი გვექნება. ზაქრო, როგორც შესავალში ვთქვი, საქართველოში ესე იგი 1000 მოქალაქეზე მოდის დაახლოებით 10-11 პოლიციელი, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გამამართლებელი გადაწყვეტილებები სულ უფრო და უფრო იკლებს. და ადამიანს უნჩდება განცდა, რომ როდესაც სისტემა მას უპირისპირდება, იგი განწირულია. ამ შემთხვევაში მაინტერესებს შენთან პირველი კითხვა ასეთი მაქვს, მარტივი. თუ სისტემა თითქმის ყოველთვის იგებს, მაშინ რა როლი აქვს დღეს ადვოკატს სისხლის სამართლის მიმართულებით? მოგესალმებით ჯაბა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, თქვენ ძალიან კარგი გარემოში. მე ძალიან მოხარული ვარ თქვენთან სტუმრობით. შეიძლება თქვენს კითხვებს, მართლაც პრობლემატურია ამ საკითხი. აქ უფრო მეტად სამუშაო ალბათ საზოგადოებაზე, მათ შეგნებაზე და არა ის რომ რაოდენობრივად იყოს ბევრი პოლიციელი. ვერასოდეს ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს, რაოდენობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლობის ბუნებრივია და ისიც რომ პირდაპირ კავშირში ემასთან რომ უფრო მეტად ხდება დანაშაულური ქმედების ჩადენა, ის რომ თუნდაც დაკავების დროს, თუნდაც ადამიანის გაჩერების დროს და გამოკითხვის დროს ხდება გადაცდომები, ხდება დანაშაულებრივი ქმედებები და ჩვენ ახლა ხანს ვნახეთ უკვე 2 დღის წინ რა მოხდა და მოხდა ის რომ დაფიქსირდა აღნიშნული და ეს ადამიანი გადარჩა იმით რომ გორის ინციდენტს გულისხმობ რომ დაფიქსირდა ერთ-ერთი ჟურნალისტის მხრიდან, მაგრამ რამდენი ფაქტია ესეთ რომელიც არ ფიქსირდება წლების განმავლობაში. ნახეთ, რაც უფრო მეტია რაოდენობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლობის, კიდევ ერთხელ ამბობს არ აგვარებს პრობლემას და მით უფრო მეტია შანსი გადაცდომების უკანონო ქმედებების. უფრო მეტი არაკომპეტენტური კადრია იქ. ხა იმ 6 პირიდანაც რომელიც დააკავეს, 2 ასე ვთქვათ, ახალწვეული აღმოჩნდა და იმით იმართლებენ თავს, რომ არ ქონდათ გამოცდილება, მაგრამ ამას რა თქმა უნდა გამოცდილება, ზაქრო, ელემენტარულია, არს ცემო ადამიანი.
ნახეთ როგორ არის ჩვენთან აწყობილი ძალოვანი სტრუქტურები. ეხლა ის რომ 19 წლის ახალგაზრდა მე მესმის შესაძლოა იყოს ესეც რომ ახალგაზრდა რომელსაც სურვილი აქვს რომ იყოს დასაქმებული და იმუშაოს პოლიციელად, მაგრამ რაოდენობიდან გამომდინარე, პატარა ქვეყანაში როგორც საქართველოა, რაოდენობიდან გამომდინარე, სულ სხვა ინტერესები ჩდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ძალოვან სტრუქტურებში ყოველთვის არის ინტერესი თითოეულ თანამშრომლის მხრიდან დაწინაურების, თანამდებობრივად ბუნებრივია და აქ უნდა გამოიჩინონ თავი, რომ რაღაც ქმედებები ჩაედინონ. ანუ კონკურენცია მაღალი. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება დანაშაულის გახსნის მიზნით მოხდეს მცირედი ან ესეთი გამოკვეთილი არსებითი ძალადობაც უფლებამოსილების გადამეტება და ნებისმიერი ფორმით ცდილობენ, რომ გამოავლინონ სავარაუდო დამნაშავე, გახსნა სისხლისამართლის საქმე და დაიწყონ დევნა და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით ალბათ მეტია მონდომება და არა ის, რომ იყოს ცოტა კადრი, მეტი ანაზღაურება და სწორი, ასე რომ ვთქვათ, მიდგომა, ვიდრე გაზრდა თანამშრომლების. მეორეს მხრივ არის პრობლემა ჩემი აზრით, იმ მხრივ, რომ როდესაც სახელმწიფო ემსგავსება პოლიციურ, ასე რომ ვთქვათ, სისტემას და სახელმწიფოს, იქ რა თქმა უნდა მეტი უნდა იყოს პოლიციის თანამშრომელი და აქ უკვე აღარ არის საუბარი იმაზე, რომ გაიზარდოს მართლშეგნება. ის რომ რაღაც ხდება და ასე რომ ვთქვათ, ძალისმიერად აღიკვეთოს, ეს საომალოდ ვერ მოაგვარებს პრობლემას და ეს პრევენციული ხასიათის ვერასოდეს ვერ იქნება. რომ აი რაღაც ხდება, თუნდაც გამოსვლა, თუნდაც ასე რომ ვთქვათ, ადამიანების გარკვეულ ჯგუფს სურს თავის პოზიციის დაფიქსირება, აქ უნდა იყოს დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ეს ასე რომ ვთქვათ, ძალისმიერი ქმედებით მათი შებოჭვა, აკრძალვა და რაღაც შეზღუდვა, ეს ვერასოდეს ვერ მოაგვარებს პრობლემას და უფრო მეტი საზოგადოებაში იქნება უფრო მეტი აგრესია. შესაბამისად, სხვა მიმართულებით არის სამუშაო, მეტად კვალიფიციური კადრების არსებობა, რა თქმა უნდა, არა სიმრავლიდან გამომდინარე და ის რომ როდესაც მოქალაქეს აჩერებს პოლიციის თანამშრომელი, რა თქმა უნდა, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად ზღვარი დაცული მოქალაქესთან ურთიერთობის მიმართვის. ახსნის იმის რომ ის პოლიციის თანამშრომელი ხშირ შემთხვევებში შესაძლოა იყვნენ სამოქალაქო ფორმაში და რა თქმა უნდა ლოგიკურია და ლეგიტიმურია კითხვა მოქალაქის მხრიდან ვინ არის ის და შეიძლება ამანაც კი გამოიწვიოს ერთმანეთში ესე ვთქვათ დაძაბულობის კერი შექმნა რომ მოქალაქე სურს გაარკვიოს ვინ არის ეს ადამიანი ვინც აჩერებს ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა არ წარუდგინოს მოწმობაც პოლიციის თანამშრომელმა არ განუმარტოს მიზეზი გაჩერების გადააჭარბოს თუნდაც ჩხრეკას და ვიზუალური დათვალიერება გადაიტანოს ჩხრეკაში რა დროსაც შესაძლოა არ შედგეს ოქმი და ეს დარღვევაა რა თქმა უნდა თუნდაც პირის იდენტიფიცირებისთვის თუ საკმარისია პირადობა აღარ უნდა მოხდეს ფოტოს გადაღება და ამას ახლა ბევრი ხვდება რა თქმა უნდა ვინც ვერ ხვდება იქ ცალკე სხვა პრობლემაა და ამიტომ გულისხმობ არ შეგნებას და იმას რომ რაღაც საბაზისო ცოდნა ქონდეს მოქალაქეებს რომ დაიცვან თავიანთი უფლებები მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია და მეორე რაც არის უმთავრესი როდესაც ადამიანებს ესე რომ ვთქვათ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს ხდება დაკავება არასოდეს მათ არ აქვს შესაძლებლობა რომ ისარგებლონ ადვოკატის მომსახურებიდან არასოდეს ეს არ ხდება და ხშირ შემთხვევაში და ალბათ 10-დან 9 შემთხვევაში სტატისტიკურად ყოველთვის ჩვენ დაწყოჩხუბები ესე რომ ვთქვათ პრეტენზიულად აცხადებენ მაგრამ უკვე გვიანია რომ მან მოითხოვა ადვოკატის ესე რომ ვთქვათ მონაწილეობა მის უფლებების დაცვა მაგრამ არ მისცეს შესაძლებლობა ან განუმარტეს რომ არაფერი არ ხდება და მოდი ხა შენ ხვალ სახში იქნები თუნდაც აი წარმოიდგინეთ ნარკოტიკის შეძენა შენახვაზე უვადო პატიმრობა რომ ემუქრება სავარაუდოდ ეუბნებიან 2-3 დღეში გარეთ იქნები თუ ყველაფერს აღიარებ ხელს მოაწერ კი ბატონო, ბოდიში, განსაკუთრებით ნარკოტიკულ დანაშაულზე, თუნდაც რეალიზაციის მომზადება, მცდელობა, შეძენა, შენახვა, რომ შენ ხვალ სახში ხარ, გარეთ ხარ და всё, აქ უკვე ინტერესიც უქრება, ბუნებრივია, სავარაუდო ბრალდებულს, მან მოიწვიოს ადვოკატი და ქონია შემთხვევები, რომ როდესაც ლოკაციურად შესაძლოა ქონდა ფოტო ტელეფონში, მაგრამ არ დაუფლებია ეს ნარკოტიკულ საშუალებას, შესაძლოა ხა ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება ნებაყოფლობით ხელი აიღოს დანაშაულზე ადამიანმა და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არსებობდეს, მაგრამ ნახეთ ის რომ მას ტელეფონში აქვს ფოტო და ნარკოტიკის ასაღებად მიდიოდა კი ბატონო დაიჭირეს მე ელაპარაკებიან ასე ვთქვათ შეაბავენ მაგრამ არ ფლობს ჯერ შეაბავენ რომ ეხა შენი ხელით ჩაიდე ეს ნარკოტიკი ჯიბეში გადაგვაღებინე ვიდეო
და ამას ჩვენ ჩაგითვლით, აუცილებლად გავითვალისწინებთ 2 დღეში გარეთ იქნები. კი ბატონო, აი მსგავსი რა თქმა უნდა, ყველა პრაქტიკოს ადვოკატს აქვს ეს პრობლემა, რომ ჩვენ შემდგომში ვეღარ მოქმედებთ ამას ვერ ვადასტურებთ და რატომ? ძალიან კარგად იციან იქ ამ ეს რო ვთქვა საფრთხის საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა პირებმა, რომ შემდეგ ვიდეო გადაღება უნდა განახორციელონ, მაგრამ ითანხმებენ ერთგვარად იმის გამო, რომ უკვე აქვს ტელეფონში ფოტო და ლოკაციის ფოტო და უნდა დაეუფლოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იქნებ მას სურს გადაფიქრება დანაშაულის და ნებაყოფლობით ხელის აღება. არა, ნუ არ არის დანაშაულის ნარკოტიკის შესაძენად რაღაც ქმედებების განხორციელება არ არის დანაშაული. რა თქმა უნდა, შეძენა შენახვის მომზადება არ არსებობს, არც ცდელობა არ არსებობს. თუ საბოლოოდ არ დაეუფლება, ის არ არის ბუნებრივია. მომზადება, ნარკოტიკების შეძენის მომზადება ვერ იქნება და შედიქმედება, იმიტომ რომ უნდა დაეუფლოს ნარკოტიკულ საშუალებას, უნდა შეიძინოს ნარკოტიკულ საშუალება და ხდება ესეთ რაღაცა, რომ ესე იგი ამ ნარკოტიკულ ნივთიერების ლოკაციიდან მარტივია შემდეგ იმის ნახვა, ხდება ესე ვთქვათ განთავსება ამ პირის ასე ვთქვათ ტანსაცმელში, ჯიბეში და შემდეგ ხდება ასე ვთქვათ ვიდეო გადაღება. ნახეთ, ერთგვარად ფსიქოლოგიურად დაყოლიება ხდება და ეს მარტივია. მაგრამ როდესაც ამას შენ შემოგჭირდებ, შენი დაცქვეშხობის, შენ უკვე ადვოკატი უძულური ხარ, უმტკიცო სასამართლოს და მოსამართლისთვისაც ძალიან რთულია. კი ბატონო. ნახეთ, ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედება, ჩხრეკა, რომელიც არის ესე რომ ვთქვათ, ფიქსაცია, ვიდეო ფიქსაცია, რომელზეც არის განხორციელებული და შენ ძალიან ძნელია ამტკიცო, მხოლოდ ერთი ბრალდებულის მხრიდან და ადვოკატის პოზიციით, რომ ეს ჩხრეკა იყო უკანონო, მას არ ქონდა, ჯიბეში ჩაუდეს და შემდგომში მოხდა, როცა ნებაყოფილობით ისმება კითხვები, იწყება ჩხრეკა, იქნება ამოღებული ნივთიერება და ტარდება ექსპერტიზა. ანუ ამ შემთხვევაში ასეთი პიროვნების საქმე და რეალურად ვთქვათ, იმ პიროვნების საქმე, რომელსაც მართლა ქონდა ნარკოტიკი, ვთქვათ, პირადი ჩხრეკის დროს ნამდვილად უპოვეს ნარკოტიკი, ერთმანეთისგან აღარ განსხვავდება. რა თქმა უნდა. აღარ და ძალიან ძნელია მართლა. უფრო მეტიც საკრო, ახლა უყურე. ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათზე მაგალითად პოლიციელმა იძალა და დაუშვათ, დაიწყო გამოძიება. ხო, ნუ გამოძიება ახლა ასაკეთებს, ხო? მიდის ამ პოლიციელებთან, გამოკითხავს. 6-ვე მათგანი იტყვის, რომ ეს არის სიცრუე, არანაირი ძალადობას ადგილი არ ქონია. კამერები არ არსებობს, მაგალითად. ხო, ანუ ან გინდა ქუჩაში იყოს, გინდა გააყოფილებაში რომ რაღაც ოთახში არ არსებობს ამის მტკიცებულება. და ეს ადამიანი აღმოჩნდება პირიქით დარტყმის წინაშე. შეიძლება სრულ დასმენის ბრალდებაც არ რა თქმა უნდა. ნახეთ, აქ მეორე პრობლემაა, როდესაც ჩვენ დამეთანხმები ჯაბა რომ უმარტავთ ჩვენ დაცქვეშყოფებს, რომ თუ ეს ვერ დადასტურდა, შესაძლოა ჩვენ განუმარტოთ, რა თქმა უნდა და სრულყოფილად ყველა რისკებზე უნდა ვესაუბროთ, ხო? შესაძლოა დამატებით განგესაზღვროს ბრალდებული სტატუსით სრულ დასმენის გამო. რამდენჯერ ესე ის მახრჩობდა ხოლმე ყელში, ვიცოდი რომ ადამიანი იყო ნაცემი და პირველი წარდგენის ხლომაზე მოსამართლე რო ეკითხება, რამე პრეტენზია ხომ არ გაქვსო? არ აქვს. პოლიციელები არაო ამბობს. და თქვენ წარმოვიდგინეთ, ახლა იმ შემთხვევაში, როცა ჩვენი კოლეგები ასეთ დღეში ვართ და ყველანი და არც კვლევას არ ვატარებთ, სამედიცინო შემოწმებას უარს გვეუბნება, როგორ გინდა შემდგომში ამტკიცო აღნიშნული. ვერც ხელწერილს ვერ ჩამოვართო, ცოტა უნდობლობას ქმნის, რომ ადამიანი გეუბნება, რომ ნაცემია, შემდეგ არ უნდა განაცხადოს და შენ ახლა ხელწერილი უნდა ჩამოვართო ამ ადამიანს, რომ არ უნდა იმ დროს განაცხადოს. შესაძლოა ხვალზე ბუნებრივია გაუჩნდეს მას სურვილი, რომ განაცხადოს სიტუაციიდან გამომდინარე, საქმიდან გამომდინარე, მაგრამ შემდგომში უძლური ხარ. წესით უნდა მოხდეს ხელწერილის ჩამორთმება, ბუნებრივია და წესით უნდა მოხდეს სამედიცინო შემოწმებაც და წარადგენ ან არ წარადგენ აღნიშნულს, მაგრამ სერიოზული პრობლემებია ამ ხრივ, იმიტომ რომ ის რომ თუ ვერ დაამტკიცე, გეთანხმები აბსოლუტურად ჯაბა, თუ კი შენ ვერ უზრუნველყავი, ესე რომ ვთქვათ ამ ინფორმაციის დამტკიცება, შესაძლოა შენი დაცქვეშყოფი აღმოჩნდეს უფრო მძიმე მდგომარეობაში. და შეიძლება რომ რაღაცა არ ვიცი, ან ჩანაწერი გააკეთდეს კანონში შენიშნა, რომ ამ შემთხვევაში არ წარედგინოს ბრალი ადამიანს, როცა პოლიციელს ამხელს ძალადობაში, იმიტომ რომ გასაგებია ვიღაცა ამით ისარგებლებს. მაგრამ აი ყურეთ რას გულისხმობ, ისი თქმა მინდა. ჩვენ გორში რაც ვნახეთ. ეს ხომ არ იყო რაღაცა ჩვეულებრივი ამბავი, ხო? ანუ ყველა ურტყავდა წაქცეულ ადამიანს ქუჩაში და ყველას გაუჩნდა ესეთი განცდა, რომ ეს პირველად არ ხდება. ეს ადამიანები ამას პირველად არ აკეთებენ. ისეთი
აგრესიული და გათამამებულები იყვნენ და პირველ ქმედებას არანაირად არ გავს. ხო, არ გავს პირველ ქმედებას. და ასევე ჩდება კითხვა, რა ხდება, როდესაც შანსი არაა, რომ ვიღაცამ გადაიღოს. რა ხდება განყოფილებებში, რა ხდება, ჩხრეკის დროს მათივე სახლებში, ან ისეთ ადგილას, სადაც ნამდვილად იციან, რომ კამერა არის. ანუ გამორიცხულია, რომ ეს არ იყოს სისტემური გადაცნობა და გამორიცხულია, რომ რიგით პოლიციელს არ კონდეს რაღაცნაირად კარდ ბლანში. უფროსობისგან რომ შენ უნდა ებრძოლო დანაშაულს ნებისმიერი ფორმით, ყველანაირი ფორმა მისაღებია, მთავარი არ მოკლა ალბათ, დანარჩენი მიდი. ფიქრობ ეს ადამიანები იყვნენ დარწმუნებული, რომ მათ არავინ არ უღებდა. ნახეთ, ადგილიც ისეთია არჩეული ტყეში, ფაქტიურად, სადაც არც ერთი კამერა არ არის შორი ახლოს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გმირობა ჩაიდინა ადამიანს, რომ გადაუღო და მერე წარადგინა, ეს მართლაც აი უმაღლეს დონეზე, უმაღლეს სტანდარტით მოქალაქეობრივი ვალი შეასრულა ადამიანმა, გამოავლინა ესენი, მაგრამ ისინი იყვნენ დარწმუნებული, რომ არავინ არ უღებდა. ნახეთ, აი კარგად თქვი ჯაბა რომ იმ დროს, როდესაც ისინი შენობებში სხვა, ასე რომ ვთქვათ, დაფარულ ადგილებზე, სადაც ვიდეო კამერები არ არის, ესე იგი, ეს უკვე არის ჩვეულებრივი წესი და პირველი ქმედება ნამდვილად არ არის. თითქოს იმდენად მონდომებით აკეთებდნენ ამას, რომ დიდი ხანი ელოდებოდნენ, რომ ესე უნდა ემოქმედათ. აი ძალიან ძიმე სანახავი იყო ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის და მოქალაქისთვის ამ ადამიანთან ანგარიშსწორება ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში ეს დაუშვებელია. ჩვენ ვიცით რომ ყოველთვის უნდა იყოს დაცული უდანაშაულობის პრეზუმპცია და ადამიანს თუ აკავებ, ის არ არის დამნაშავე და ის იაკავებ. ის არის ბრალდებული და ის იაკავებ და ეს უნდა დადასტურდეს შემდგომში, ხო? და წარმოიდგინეთ ამ შემთხვევაში ხა ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია, რაღაცა შელაპარაკება მოხდა თუ არ ვიცი ჯერ დანა ქონდა, მე ქვა, დანა უარყვეს ცივი არაღი და მოხდა ესე რომ ვთქვათ ესეთი სახის ანგარიშსწორება. რაც არ უნდა მოხდეს, რა შეურაცხყოფაც არ უნდა მიაყენოს, მე მესმის რომ შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. ხო, მაგრამ ის მეორე ადამიანი რატო სცემეს? მეორე რატო ხო? იმას რაღაც დააბრალებენ. მეორე ან ყველა რატო სცემდა? ხო, თუ ერთს მიაყენა, მაგრამ ნახეთ, აქ მეტი თმენის ვალდებულება აქვს, ბუნებრივია. სისტემის წარმოადგენს პოლიციის თანამშრომელი. სამართალდამცველი გქვია. როგორ შეიძლება რომ ადამიანებს კონდეთ შენი შიში? და აქედან გადავდივარ აი შემდეგ კითხვაზე რა. როდესაც ასეთი განცდა არის საზოგადოებაში, სისტემის გეშინია, რომ თუ სისტემა მიზანში ამოგიღებს 17-18%-ით შენ აღმოჩნდები გისოსებს მიღმა. და შენ როდის მიხვდი, რომ სასამართლო და სამართალი ყოველთვის ერთ და იგივე არ არის? კეთილი. ძალიან კარგი კითხვებია. თავდაპირველად დავიწყებ იმით, რომ ბუნებრივია, რა თქმა უნდა, აქვს თმენის ვალდებულება პოლიციის თანამშრომელს, როდესაც დაცულია ქვეყანაში კონსტიტუციით სიტყვის სადა გამოხატვის თავისუფლება, ის ადამიანი იმიტომ გამოდის და ატარებს, ესე რომ ვთქვათ, აქციას და მიმართავს პროტესტს, რომ რაღაცა განწყობა აქვს ესეთი და ის არ მოდის ესე რომ ვთქვათ, თეატრალურ წარმოდგენაზე საყურებლად. ის მოდის რაღაც პროტესტი უნდა დააფიქსიროს. შენ, როდესაც პოლიციის თანამშრომელი ხარ, გაგაჩნია, რა თქმა უნდა, მეტი თმენის ვალდებულება, რომ მიიღო ის, რასაც ამბობს, არა შენს მიმართ შეურაცხყოფა, არამედ ის, რომ ესე რომ ვთქვათ, განაწყენებული ადამიანია გამოსული და რაღაცას აფიქსირებს და მაქსიმალურად უზრუნველყო წესრიგის დაცვა, არა ის, რომ გადაამეტო და თავპირი დაალეწო და შემდეგ ეს არც მოხდეს ამ ესე რომ ვთქვათ, შესაბამისი რეაქცია და რეაგირება კონკრეტულ პირებზე, რაც ვიხილეთ ჩვენ სამწუხაროდ, ეს არის აუცილებელი. და სწორედ ეს არის თავარი, ესე რომ ვთქვათ, განსაზღვრელი, რომ ყოველთვის უნდა იყოს დაცული ეს სტანდარტი, რომ მაქსიმალურად შეძლოს პოლიციის თანამშრომელმა, რომ არ მოხდეს კონფლიქტი. თუ რა თქმა უნდა, სხვა სახის ესე რომ ვთქვათ, ქმედება არ არის, რაც აზარალებს ორივე მხარეს. ეხლა რაც შეეხება მეორე კითხვა, ძალიან კარგი საინტერესო კითხვა, გამომართლებელი განაჩენები. ახეთ, როდესაც რაღაც ხდება ქვეყანაში და უსამართლობას აქვს ადგილი და თქვი შენ ჯაბა რომ შესაძლოა ადამიანი რაღაცა სისტემამ ამოიჩემოს, ესე რომ ვთქვათ და პასუხისმგებაში მისცეს და სასჯელიც დაუნიშნოს და ასე შემდეგ და მკაცრი სასჯელიც იყოს, ეს უკვე სერიოზული საფრთხეა, როდესაც
როდესაც ხდება, ასე ვთქვათ, ინტერესიდან გამომდინარე პასუხისგებაში მიცემა. არა ის, რომ ბუნებრივია ყველა უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე შესაძლო დანაშაულის ჩადენის დროს, არამედ ის, რომ პიროვნული პერსონალური ინტერესი ან გარკვეული ჯგუფის მიმართ არსებობს ინტერესი. რაც შეეხება გამართლებელი განაჩენებს, დაგეთანხმები აბსოლუტურად სამწუხაროდ სტატისტიკა მიიკლო და ეს ნიშნავს არა იმას, რომ კარგად მუშაობს სისტემა, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაღაც პრობლემა უფრო მეტი გაჩნდა სასამართლოში. სტანდარტმა დაიწია მაგალითად. უფრო მეტი გაჩნდა პრობლემა. ვერ ვიტყვი ესე გადაჭრითად ცალსახად, რომ ახალი მოსამართლეების ბრალია და ამიტომ ხდება ეს, მაგრამ ეს მართლაც პრობლემაა უკვე, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად სტატისტიკურად მე უყურებ კოლეგებს, აღარ არის ესეთი, ესე რომ ვთქვათ, ბოლომდე თავისუფალი მართლმსაჯულება და სტატისტიკურად ძალიან იკლებს უკვე გამართლებელი განაჩენი. არ არსებობს ესეთი შემთხვევები, რომ ყოველთვის შეიძლება მართალი იყოს ბრალდების ხარე და არ დგებოდეს გამართლებელი განაჩენი ან კვალიფიკაციის შეცვლა. მაგალითისთვის მოვიყვან ქურდული სამყაროს საქმიანობის ხელშეწყობა, მხარდაჭერა, მიმართვა წევრობა და კანონიერი ქურდობა. ნახეთ, ამ მიმართულებით კატასტროფა ჯერ ხდება ათეულობით პირების დაკავება პასუხისგებაში მიცემა. უბრალოდ ლაპარაკზე, არანაირი ქურდული. ნახეთ, ერთმანეთს ამბებს რო უყვებიან, მხარდაჭერა, მონაწილეობა და ასე შემდეგ. აი, ამით ჯაბა მართლმსაჯულების პროცესი გააფუჭა, ესე რომ ვთქვათ, ესე რომ ვთქვათ, მიდგომამ და დამოკიდებულებამ და რატო? ახლა მე პირადად რამოდენიმე მიმდინარე საქმე აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ მხრივთან დაკავშირებით და ნახეთ, არც ერთი მოწმე აღარ იკითხება. ერთმანეთში საუბრის დროს თუ კი ვიღაცა გადაამეტებს და ესე რომ ვთქვათ, თავს წარმოაჩენს ვიღაცასთან, რომ ის რაღაცა თუნდაც ზედმეტად საუბრობს და რაღაცა თავის ესე რომ ვთქვათ, პოზიციას სხვაგვარად წარმოაჩენს მეორე პირთან და თუნდაც დავარქვათ ის, რომ ვიღაცას ითვალისწინებს, რაღაცას წესებს ითვალისწინებს და ასე შემდეგ, ეს არ შეიძლება იყოს საკმარისი იმისთვის, რომ პირს განესაზღვროს ქურდული ესე რომ ვთქვათ, სამყაროს მხარდაჭერა, ხელშეწყობა, აქტიური ქმედება ქურდული სამყაროს მხარდასაჭერად, როდესაც რა არის თავარი ინტერესი აქ? ერთი ის, რომ მან მიიღოს მატერიალური სარგებელი, წევრი იქნება ეს თუ მხარდამჭერი იქნება, თუ მიმართველი იქნება და მეორე ის, რომ მან გაიმყაროს ავტორიტეტი ამ საზოგადოებაში. ნახეთ, როცა არც ერთი არ იკვეთება და ადამიანები უბრალოდ საუბრობენ ერთმანეთში, როცა არავისი არ მოუხდენიათ ზემოქმედება, არ მიუღიათ მატერიალური სარგებელი, არ განუხორციელებიათ შანტაჟი, მუქარა, ძალადობა და პირიქით ისინი ამბობენ, რომ არ ეთანხმებიან ამ წესებს, მაგრამ საუბარი იყო რაღაც ზოგადი, ეს მიუღებელია. ეს პრობლემა ვფიქრობ, აი ესაც მასია, რაც იკითხე ჯაბა, თუ ეს არ მოგვარდება და მეტი უფლებამოსილება არ მიენიჭება სასამართლოს. ვერასოდეს ვერ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, ბუნებრივია, იმიტომ რომ არ უნდა განისაზღვროს მოსამართლის უფლებამოსილება დანაშაულის კატეგორიის მიხედვით. ანუ ნაკლებად ძიმეზე შეუძლია ჩათვალოს პირობითში და მარტივია, მაგრამ ძიმეზე ან უნდა იდაო და გარისკო, ასე რომ ვთქვათ, შესაძლოა იყოს რისკები, ხო, ან უნდა დაეთანხმო მხოლოდ მის შემოთავაზებას, ანუ ცალმხრივია შეთანხმება, ცალმხრივია პირობები. შეთანხმება ორმხრივია უკაცრავად, მაგრამ ცალმხრივია პირობები, რომელსაც ეთანხმები და იძულებული ხარ დაეთანხმო, განუმარტო შენი დაწყვეტს, რომ აი ხა შენ თუ არ დაეთანხმები 5-დან 8 წლამდე მოხს, შესაძლოა იყოს 6 წელი და აგერ გთავაზობენ 3 წელს. წარმოიდგინეთ, მე არ ვამბობ, რომ სრულად პირობითში ჩათვლის უფლებამოსილება მიენიჭოს სასამართლოს. შესაძლებელია აქ იყოს ნაწილობრივად, რა თქმა უნდა, აი 5-დან 8 წლამდე მოხსე, 1 წელი რეალური სასჯელი, დანარჩენი პირობითი, ეს უფლებამოსილება თუ არ განესაზღვრა სასამართლოს, მე ვფიქრობ, ვერასოდეს დამოუკიდებელი ვერ გახდება და ის ბერკეტი და მექანიზმი, რაც შეიძლება კონდეს სასამართლოს, გამოცდილია პროკურატურის მხრიდან და პროკურატურას აქვს ხელში, რომ აი თუ გააფორმებ ხო, თუ არა და აი შეიძლება სასჯელი იყოს. ხო, ნუ ნაწილობრივ ეგ 50 მოხში გაწერილია, მაგრამ ჩვენ ახლა საუბრობთ მინიმუმზე ნაკლების მიცემის უფლება რო კონდეს მოსამართლეს. ხო, მეხუთე ნაწილში კი, მაგრამ იშვიათად იყენებს სასამართლო, დათქმები უნდა იყოს იქ, ნუ თანამშრომლობა ფაქტზე არ უნდა იყოს, გასაგებია, კი ბატონო. დასრებული ასე შენ. შენი აზრით, დაახლოებით პროცენტულად, რამდენი ადამიანია, რამდენი უდანაშაულო ადამიანია ახლა ციხეში პროცენტულად? მე ვფიქრობ, რომ უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც შეიძლება პირდაპირ სულად იყოს უდანაშაულო, ან კვალიფიკაცია იყოს არასწორი, ვფიქრობ,
მინიმუმ 30% ესე მგონია. ნუ 25 მაინც. იმიტომ რომ აი ნახევ გულისხმობ ორივეს. ერთი გამართლებელი და მეორე არასწორი კვალიფიკაცია. ნახეთ აი ერთ მაგალითს მოვიყვან კატეგორიას დანაშაულის რეალიზაცია. ნახეთ ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ძალიან დიდი გვაქვს სტატისტიკა მომხმარებლების. ხშირ შემთხვევაში ვინც არის მომხმარებელი და ერთად მეგობრები იხმარენ, შესაძლოა ნუ ორ მეგობარს მოუტანოს ერთმანეთს და გადასცეს, აქ მე ჩდება ინტერესი, ვიღაცა დაინტერესებული პირია და ხდება ჩაწერა. ნარკოტიკის გადაცემა იმთავითვე არნიშნავს რეალიზაციას. კი ბატონო. უნდა გამოირკვეს რატომ მოხდა ამ ნარკოტიკის გადაცემა. მოპოვება, რა თქმა უნდა, გადაცემა და თანხის გამართლება. მარტივად შესაძლებელია დადგინდეს და არაერთი გამართლებელი მქონია გასულ წლებში, რომ მარტივად შესაძლებელია დადგინდეს, რომ მოხმარების მიზნით იმას, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია და იცოდა წყაროა ნარკოტიკის შეძენის და ჰქონდა ამის შესაძლებლობა, ესე რომ ვთქვათ, ხაზი, რომ შეიძინა, გადასცა და აიღო საფასური. ეს არ ნიშნავს უეჭველად იმას, რომ რეალიზაცია ჩაიდინა. სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში ბევრად გამოკვეთილი მაგალითები და საქმეები ჰქონდა, მაგრამ არ დადგა გამართლებელი განაჩენი. აქ პოლიტიკა ერთშია სასამართლოც. რომ აი ესეთ შემთხვევებში აღარ უნდა დადგეს გამართლებელი განაჩენი. ანუ ნარკოტიკების გადაცემა სარგებლის მიღების გარეშე. ანუ უბრალოდ შენ მეგობარს რომ გაუყო ნარკოტიკი, ესეც ფაქტიურად იგივე სანქციით, იმავე სანქციით ისჯება და რეალიზაციის ტოლფასია. ნახეთ, ხო, შესაძლებელია ჩაითვალოს რეალიზაცია სარგებლის გარეშე და უტყუარად არ არის აუცილებელი პირობა, ესე რომ ვთქვათ, დათქმარა, რომ სარგებელი მიიღო, მაგრამ ის რომ ერთად იხმარენ ადამიანები ნარკოტიკულ საშუალებას, ეს რეალიზაციაში არ შეიძლება ჩაითვალოს. ანუ უყურე კიდე ხარ რა პრობლემას ქმნის ზაქარია. ანუ მეგობარს არ უნდა მისცე ნარკოტიკი. დანაშაულია. აკრძალული გაქვს, შეიძლება 20 წელი წახვიდე ციხეში. მარტო უნდა მიიღო. და თუ ცუდად გახდები, იქ პატრონი არ უნდა გყავდეს. მარტო უნდა მოიხმარო. არა და პირიქით, თუ მოიხმარენ, ჯობია ერთად მოიხმარონ. რომ ვიღაცა თუ სულად გახდება, სასწრაფოს გამოიძახებენ. ეგეც ცალკე პრობლემაა. სასწრაფოს გამოძახების რო ეშინიათ, იმიტომ რომ არ დაგვიჭირონ და არ იძახებენ სასწრაფოს. აი მაგ პრობლემებია. ანუ რეალიზაციის ხელშეწყობა ხო ცალკე ახალი სცენია, რომ თუ გარი დაფასოებული, ესე იგი რეალიზაციის ხელშეწყობას ახდენდი. ნუ ეხლა შორტს წაგვიყვანს ეს ამას ლოგიკით ჯაბა შეიძლება თქვათ რომ ნებისმიერი ქმედება არის რეალიზაცია. ნებისმიერი ქმედება. ხო, ნუ აქვს დაუშვათ ორი დოზა და მეგობართან არის და მოიხმარეს და სარგებლის გარეშე გადასცა. შეუძლია რომ იცისო სად იყიდება და იყიდა შეიძინა მიიტანა და ესეც ხელშეწყობაა დაეხმარა. აი ყველა ქმედება შეიძლება იყოს რეალიზაცია. 10-დან იწყება მინიმუმ სასჯელი. თან ნახე სანქცია არის ძალიან მკაცრი. სანქცია ვერასოდეს ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას. ვერასოდეს ვერ მოაგვარებს. როდის მოაგვარებია? კი ბატონო, თუ ავიღებთ ევროპის ქვეყნებს, იქ არის ბაზა, უფრო კარგად არის სისტემა ორგანიზებულად აწყობილი, ესე რომ ვთქვათ, არიან იქ ნარკოდამოკიდებულები, მაგრამ ეს რაღაცები არ ხდება. და ესეთი, ესე რომ ვთქვათ, მძიმე ნარკოტიკები იქ არ არის, მკვლელი ნარკოტიკებია. მე ხლა ვიცნობ ერთ ჩვენი, ესე რომ ვთქვათ, მეგობარია ჩვენს ორგანიზაციაში და შვილი გარდაეცვალა ჯაბა მკვლელი ნარკოტიკით. არ ვიცი ბოლო პერიოდში შემოვიდა ეს იმ დღეს 4 ახალგაზრდა გარდაეცვალა საშინელება 21 წლის ბიჭი. ნახეთ, რატო ამბობ ამას? თუ მეტი კონტროლი იქნება და იქნება დაუშვათ რაღაცა დაწესებულება იქნება, თუნდაც სახელმწიფოს მეტი კონტროლი რომ ხარისხიც, ნუ გვინდა არ გვინდა სამწუხაროდ არიან, ხო, დამოკიდებულები. თუ ხარისხი იქნება შემოწმებული, ეს ესე რომ ვთქვათ, მძიმე ნარკოტიკები, სადაც შეიძლება მოიხმარონ, არ ვიცი, კონტროლის გარეშე, ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს და თუ ესე გაგრძელდა, რატომ ამბობ? აი, გამკაცდა მუხლები, ხო? გადაინაცვლეს იატაკქვეშეთში რაღაცა ძალიან ისეთ საშინელი ნარკოტიკები მოიპოვეს, რადგანაც გამკაცრებულია და რა შედეგი მოყვება? ფატალური შედეგები. არაფერი, ნარკოტიკი თუ აღარ იქნება, უბრალოდ გადავლენ ისევ კროკოდილზე, ვინზე, ბიოზე და ნუ ეს ხომ უარესია. მეტი მარჩეგნება და მუშაობა საჭირო რომ აი დონე იმის განათლების რომ მარჩეგნების რომ ეს დაუშვებელია და თუნდაც იმის რომ რა ზიანს აყენებს ადამიანს
ეს უნდა კონდეს თვით შეფასება ყველა ნარკოდამოკიდებულს, რომ მაქსიმალურად შეძლონ რომ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება შეამცირონ. ბიოლოგიურზე მეტად ბუნებრივია ფსიქოლოგიური დამოკიდებულება არსებობს ნარკოდამოკიდებულებში და ეს უნდა მოხდეს. თუ ეს არ მოხდება, ვერასოდეს სტატისტიკა ვერ შემცირდება. და გაგრძელდება იგივენაირად, უფრო მეტად გამკაცრდება საჟელები, მუხლები, უფრო მეტად იქნება საშიში ნარკოტიკები ქვეყანაში, რაც დღესაც ხედავთ იწვევს ძალიან მძიმე შედეგს. და ჩვენ ხედავთ იმასაც, რომ სახელმწიფოც გააქტიურებულია, ძალიან ბევრი ადამიანი მიეცა პასუხისმგებაში და ახლობით ბოლო 6 თვეა ფაქტიურად საპატიმრო დაწესებულებები არის გადავსებული. მაგრამ ეს ხო პრობლემას ვერ მოაგვარებს. ვერ მოაგვარებს ნამდვილად. ვერანაირად ვერ მოაგვარებს. პრობლემას ის დატოვებს პენდენციურ დაწესებულებას, იგივეს გააგრძელებს. თუ მეტი მუშაობა არ იქნა, ბუნებრივია, რომ მათ კონდეთ თვით შეგნება იმის, რომ ეს არის დამღუპელი ბუნებრივია და მაქსიმალურად უნდა განხორციელდეს კონტროლი, რომ არ იყოს ეს მკვლელი ნარკოტიკები შემოსული ქვეყანაში. კი ბატონო, გეთანხმები სრულად. ზაქარია, შემდეგ თემაზე გადავალ შენის ნებართვით. შენ შვილს დაუდასტურდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. როდის გაიგე ეს დიაგნოზი და როგორ იცვლება შობლის ცხოვრება ასეთ მომენტში? პირდაპირ გეტყვი მადლობა ამ კითხვისთვის, რადგანაც რა თქმა უნდა ძალიან სენსიტიური თემაა, მაგრამ მე თამამად საუბრობ ამაზე, ჩემ შვილს ლაზარეს, რომელიც არის 4 წლის წელიწადნახევრის ასაკში დაუდგინდა აღმოჩენილი დიაგნოზი. ეს იყო რა თქმა უნდა ტრავმა და ტრაგედია, მაგრამ დღეს ესე არა ვარ და ვფიქრობ ძალიან ღირსეულ ბრძოლაში ვარ. მე შევქმენი ორგანიზაცია 2 თვის განმავლობაში ვიყავ საფრანგეთში. უკვე ორგანიზაციაში რამოდენიმე წევრია, მათ შორის ბავშვები რეგისტრირებული და ამ ბავშვებთან ერთად ჩვენ ვიბრძვით. ეს არის ჩვენი ლოგო და თითქმის ქუჩებში შევხვდებით ახლა მარშის დროს და საჩუქრად მინდა გამოგცენ ჯავა. მადლობა. მადლობა თქვენ და მოკლედ შევქმნით ორგანიზაცია ძალიან მოტივირებული რა თქმა უნდა ყველანი, იმიტომ რომ ყველა სათაოდ ებრძოდა ამ დაავადებას და ბავშვები არ ჩდებოდნენ და სამწუხაროდ ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა არსებობს და არსებობდა, რომ ყოველთვის მშობელი ერიდებოდა შიშუმ პირის სტატუსის გაჟღერებას. ეს არის მშობლის მხრიდან ბუნებრივია საზღვრების დადგენა და ბუნებრივია ბარიერების დადგენა და შეზღუდული შესაძლებლობების დადგენა. და რატომ? იმიტომ რომ თუნდაც ამ დაავადებასთან მიმართებაში ძალიან ჭკვიანები არიან, ძალიან თბილები არიან, ძალიან საღად აზროვნებენ და ამ ბავშვების გამოკეტვა იყო ყველაზე დიდი, ესე რომ ვთქვათ, ცუდი მხარე, მაგრამ მაინც ერიდებოდნენ. ამის შემდეგ ესენი გამოდიან, საუბრობენ, საზოგადოებამ გაიცნეს და ასე შემდეგ. და ამ ეტაპზე ნახეთ, მოკლედ ქრონოლოგიურად მიყვები, შევქმნით ორგანიზაცია, ახლა ვარ თავმჯდომარე, ყავს მოადგილე და ვართ 100-მდე წევრი. სტატუსი მიენიჭა ბავშვებს და ნახეთ ფიზიოთერაპიებზე 600 ლარს ყოველთვიურად და ამ პაკეტითაც სარგებლობენ ახლა სტატუსის შემთხვევაში და სოციალურ პაკეტიც აქვთ, ასე ვთქვათ, შიშუმ პირის პენსია 425 ლარი. ამის შემდეგ ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკება ერთ-ერთ ბიომედიკასთან ფარმაცევტულ თერაპიას აფინანსებს. კი, ახლა აფინანსებს ფიზიოთერაპიას. კი, არ იყო სტატუსი რო არ ქონდათ და 18 წლის შემდეგ იყო. ახლა ის ამაზეც მუშაობთ, იქაც გაგრძელდეს. შემდეგ ნახეთ ჩვენ შევქმნით პეტიცია და 10,000 მეტ ადამიანმა 2-3 დღეში მოაწერა ხელი და პეტიცია შექმნილია, უკვე დარეგისტრირებულია, რომ პეტიციაში ახსნილია, რომ საზოგადოება მზად არის, რომ მედიკამენტები, რომლებიც აღიარებულია როგორც FDA-ს, ამერიკის, ასევე EMA-ს მიერ მოწოდებული იქნას შემოტანილი ჩვენს ქვეყანაში, იყო მედია კონკურსი, საზოგადოებამ გაიცნო ამ დაავადების შესახებ ტელევიზიებიდან, უამრავი სიუჟეტები ჩაიწერა, ასევე ვაწარმოეთ მოლაპარაკება ერთ-ერთ კომპანიასთან, ბიომედიკასთან და ბუნებრივია რეგისტრირებულიც არის უკვე ერთი მედიკამენტი, ეგზონსკეპინგი და ჯერჯერობით არ არის ამაზე, ასე ვთქვათ, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში. ასევე ჩვენ გავხდით მსოფლიო და ევროპის ორგანიზაციის წევრები და გვაქვს კომუნიკაცია და კონფერენციებზე ვესწრებით და გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია მედიკამენტებთან მიმართებაში. დღესდღეობით სამწუხაროდ მოგვიწია, ასე ვთქვათ, ქუჩაში გამოსვლა, უწყვეტი აქციები, რადგანაც მედიკამენტები არ იქნა შემოტანილი და ამ პერიოდში რამოდენიმე ბავშვი ეტს მიეჯაჭვა და 3 ბავშვი დავკარგეთ და დღეს, როდესაც მედიკამენტები არსებობს, ეს დაუშვებელია და ეს ფაქტიურად პირდაპირ კავშირშია უმოქმედობით გამოწვეულ ზიანთან. ჩვენ ნახეთ გვესმის საზოგადოებაში
ის რომ ძალიან მცირე ნაწილში ახლა ამ ეტაპზე 3-4%-ია, ვინც ამბობს რომ მედიკამენტი ხომ არ დააზიანებს ბავშვს. 3-4%. ჯაბა და რატომ? ნახეთ, ახლა ის ნარატივი და მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან თუ რატომ არ შემოვაქვთ უკუჩვენების ეს აღმოფხრილია 4 მედიკამენტია. ნახეთ, 2 არის გენური თერაპია, რომელიც გენური თერაპიას აღმოფხვრს, ელევიდისი და ეგზონსკიპინგი. ეს სერიოზული მიღწევა სოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე და მედიცინაში და 2, რომელიც არის ვამოროლი და ჯივინოსტატი, ეს ორივე აღიარებულია ევროპაში, არის ერთი ჯივინოსტატი არასტეროიდული პრეპარატი, რომელიც ანელებს კუნთოვანი ქსოვილების დეგენერაციას და მეორე ვამოროლი, რომელიც უკუჩვენებების გარეშეა. ერთ-ერთი მედიკამენტი, რაც დღეს არის ჰორმონალური მკურნალობა, პრედნიზოლონი და დეფლასაკონი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს წონაში მატებამ, ასე რომ ვთქვათ, ზრდის შეფერხებამ, მხედველობა, გულის პათოლოგია და ასე შემდეგ. ეს მიუღებელია ბევრმა მშობელმა უარი თქვა. რის თქმა მინდა ამით. ანუ 4-დან ერთი მედიკამენტია, რომელიც ეს რეგისტრირებულია. მაგრამ ის 4-4-ვე კარგია. მე ვამბობ, ცალკე არის კიდე ჰორმონი პრედნიზოლონი, რომელიც ძალიან მძიმეა. ბოდიში რა, აი უყურე როცა ამას ამბობენ და როცა ხვდები ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ უკუჩვენებები შეიძლება კონდეს ამწამლებს. და შენ როდესაც პასუხობ, რომ ამაზე უარესი რა უნდა დამემართოს? რას გპასუხობენ? აი რა კარგი კითხვა, მართლა მინდა აუცილებლად აღვნიშნო და რატომ? ჩვენ ყოველთვის გავიძახით ჯავა მშობლები ამას, რომ როდესაც მძიმე მკვლელი ვერაგი დაავადება და მესაუბრები 1 და 2% უკუჩვენებაზე. უკუჩვენება აქვს ყველა მედიკამენტს. პანაცეა არ არის არც ერთი მედიკამენტი. რა თქმა უნდა. ყველა მედიკამენტს, მათ შორის შეიძლება ანალგეზის კონდეს უკუჩვენება რაღაც, ხო? მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ მკვლელი და მძიმე დაავადებაზე, რომ აქამდე ეს რომელიც 100%-ით მიგაჯაჭვებს ეტოთან და შემდეგ 20 წლის ასაკში რა თქმა უნდა. ამ დროს დაუშვებელია მაგალითისთვის გეტყვი, რომ გენური თერაპია, რომელიც არის ამერიკის მიერ აღიარებული, ამერიკის სწავლებისა და სურსათის ასოციაციის მიერ, ჩვენ ნახეთ, შედარება გავაკეთეთ თანაბარი ასაკის ამერიკაში მცხოვრებ ქართველზე და საქართველოში მცხოვრებ ქართველ ბავშვზე. ქართველი ბავშვი მუაჯირზე ხელის დახმარებით ვერ ადის და ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვი, რომელსაც მიიღო ეს მედიკამენტი, გენური თერაპია, კიბეებზე თავისუფლად დამოუკიდებლად დარბის. ეს ერთი მაგალითი, ჩვენ ესე თვალხილული, ესე ვთქვათ, ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ ჩვენ გვაქვს დასკვნები, რა თქმა უნდა, ხა არ მომიტანია, მაგრამ დოკუმენტაცია, სადაც აღიარებულია და ეს გენური თერაპიები, რა თქმა უნდა, აღმოხსნის ამ გენურ თერაპიას, რაც არის ცილა-დინსტროფინის დეფიციტი და მეორე, რაც არის ეს უკუჩვენებების გარეშე ის მედიკამენტები, ჯივინოსტატი და ვამოროლონი. ეხლა რა მინდა ვთქვა? ჩვენ წავაწყდით უამრავ პრობლემას, ჯაბა, სამწუხაროდ აქაც პრობლემები გვაქვს და რა. ესე იგი, სახელმწიფოში არის უამრავი იშვიათი დაავადება. ჩვენ მოვისმინეთ სამინისტროსგან, რომ თქვენ რო დაგაკმაყოფილოთ, სხვა იშვიათი დაავადებები არსებობს. რა თქმა უნდა, ყველა უნდა დაგკმაყოფილდეს. ნახეთ, პრემიერმა გააკეთა განცხადება, მე დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის მინისტრმა დაარწმუნა პრემიერიც, მთავრობის წევრებიც, პარლამენტარებიც, მაქვს ინფორმაცია, რომ აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის მინისტრი და იმედია საპატრიარქოში იგივეს ვერ გააკეთებს. ჩვენ შევხვდით პატრიარქს და ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდათ სინოდის წევრებს, მეუფეებს, პატრიარქთან ერთად და ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ დაგვეხმარონ. რატომ ამბობ ამას? ერთხელ თქვა ჯანდაცვის მინისტრმა არა და ეხლა რომ მან თქვას კი, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი და ეხლა ცდილობს ამ არას დაცვას. და პრემიერი აცხადებს, რომ მე ვფიქრობ, პრემიერი მიხვდა რაშიც არის საქმე და განაცხადა, რომ კითხა ერთგვარად საზოგადოებას, იყოს თუ არა პრიორიტეტი და რაციონალურად დავხარჯოთ თუ არა ეს თანხა, რომელიც არის 50 მილიონი, მაგრამ თუ აწარმოებს მოლაპარაკებას ფარმაცევტულ კომპანიებთან, 50 მილიონი კი არა, შეიძლება 5 მილიონი არ იყოს. ჩვენაერ ქვეყნებთან, როგორც არის საქართველოს, შეიძლება რამოდენიმე პროგრამაში კოლევებში ჩავკრთონ უფასოდ, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრი არ აწარმოებს მოლაპარაკებას და პრემიერმა დაასვა კითხვა, რომ გამოყო თუ არა. ფაქტობრივად 2 დღეში საზოგადოებამ გასცა პასუხი ამ კითხვას. და ერთგვარი რეფერენდუმი ჩატარდა. ჯაბა და ეს იყო სასწაული, მე არც მსმენია ჩვენს ქვეყანაში და არც სხვა ქვეყანაში ეგეთი და არ გამიგია, რომ 2 დღეში წარმოიდგინეთ ჩვენაერ სოციალურ პირობებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა 1.5 მილიონი ლარი შეაგროვეს. და ეს იყო საჭიროებები, რომელიც არის ამწეები, ამ პირებს ჭირდება სახშიც ამწეები, რომ გადაადგილდნენ საფერფაშო შეიყვანოს შემდეგ. ეტლები ადაპტირებული, საწოლები ადაპტირებული, სასუნთქი აპარატები, სასუნთქო აპარატებთან ბუნებრივია გენერატორები, რომ შუქი არ გაითიშოს, ერთ-ერთი ბავშვი ყავს, ეს უზრუნველყვეს
ამ საზოგადოებამ ამ აკრებილი თანხით სრულად წარმოიდგინეთ როგორი სოლიდარული გახდა ქვეყანა და იმას არ გულისხმობ 60%-ს ვისაც არ უნდა არასოდეს გაიგოს სიმართლე არის კატეგორიად სამწუხაროდ როგორი სოლიდარული გახდა ჯაბა საზოგადოების ყველა სფერო და რგოლი ნებისმიერი პროფესიის მიუხედავად რწმენის მიუხედავად პოლიტიკური წამსის მიუხედავად გაერთიანდა საზოგადოება და ეს რაც ერთგვარად იმეც მაძლევს მე როგორც ამ ქვეყნის შვილს რომ მომავალი გვაქვს ჩვენს ქვეყანას სტუდენტებმა გააკეთეს აღნიშნული ილიანის სტუდენტმა და მოძრაობა დაიცავა ილიანის სტუდენტებმა წევრებმა მარათონის ფარგლებში დაიწყეს ერთი პაციენტით და მეც ვიყავი თან შევიძინეთ გენერატორი მათ შეიძინეს საწოლი და ტელევიზორი და მაგიდა და როდესაც მივედით მაღაზია დომინოში და გაიგეს რაზე ვიყავით პირადად ჩვენ ორგანიზაციას 1000 ლარის ფასტაკლებით გადმოგცეს გენერატორი და მივედით ბექა შონიასთან რომელიც გაიგრძნო თელმა საზოგადოებამ თითქმის რომელიც არ გამოსულა ჯაბა 5 წელია სახლიდან და რატომ პანდუსი არ აქვს წარმოიდგინეთ ამას სასუნთქი აპარატი ქონდა და გენერატორი არ ქონდა და შუქის წასვლის შემთხვევაში შესაძლოა ხელოვნური სუნთქით ჩარევა ყოფილიყო აუცილებელი ჩვენ გენერატორი შევძინეთ მათ ადაპტირებული ეტლი და ამ ბექა შონიას ნატურა ჯაბა რომ მისი მეგობრები ვისაც ეს დიაგნოზი აქვს ალექსა და საბა და სხვები ნახოს ანუ ეხლა ვირტუალური მეგობრები არიან და ვერ ხვდება ამათ და ნახეთ უახლოეს პერიოდში ამასაც აუსრულებთ აუცილებლად იმიტომ რომ თუ მერია გვეტყვის უარს ჩვენ სამართლებით დავა წამოწყებული გვაქვს პარტნიორობა ადამიანის სულების ორგანიზაცია ჩვენს გვერდშია და დაწყებული გვაქვს ეს პროცედურა ამასაც გავაკეთებთ ამით რისი თქმა მინდა ნახეთ ეს ბავშვებიც გამოვაფხიზლეთ ჯაბა ამ ბავშვებს ვაგრძნობინებთ ისინი არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და ეს იმხელა სიამოვნებას მანიჭებს უკვე აღარ დავდოვდა იმ ასე რომ ვთქვათ ტრაგედიაში აღარ ვარო ეს დიაგნოზი აქვს ჩემთვის უფრო მეტიც აი ღირსეულ ბრძოლაში ვარ და უფრო მეტად შესაძლოა ვიღაცას გაუკვირდეს მაგრამ უფრო მეტად შინაარსიანი გახდა ჩემი ცხოვრება რომ ყველაზე ძვირფასისთვის ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვი და ვიბრძვი სამართლიანად თითოეული ჩვენი სიტყვა წინანდევა პოზიცია არის ღირსეული და მართალი ამიტომ ვართ ესე რომ ვთქვათ თამამები ჩვენს განცხადებაში როდესაც ვაფიქსირებთ პოზიციას რომ ბავშვები უნდა გადარჩინონ მადლობა და ბოდიშ თუ ცოტა არა აუცილებელი ესეთი თემაა რომ უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ ამას იმიტომ რომ აქ სხვა დეტალებიც არის ის თუ როგორი მიდგომა აქვს სახელმწიფოს წამალთან მიმართებით და იმ აქციასთან მიმართებით რომელიც კანცელარიის წინ იმართება და ამ საწყალ მშობლებს სკამების და პუფების და ადიელების დაფარების უფლებას რო არ აძლევენ. გამომჩა მე თქვა ჯაბა ეს საშინელებაა, იმიტომ რომ ფეხმძიმე ქალიც დედა რომელსაც მიტოვებული ყავს სახლში ბავშვი და თვალცრემლიანი მოვიდა იქ წვიმაში იმის საშუალება არ აქვს რომ პირობები შეექმნას და მე აი მადლობა მინდა უთხრა ყველას მათ შორის ჩვენს კოლეგებს და შენ ჯაბა რომ აი გიხილე იყავით მოსული მხარდასაჭერად და ყველა კატეგორიის ხალხი მოდის რა თქმა უნდა და ჩვენ გვახარებს ის რომ ეს არის რა ნახეთ სწორედ ეს არის ქრისტიანობა რომ სხვისი ტკივილი იგრძნო ბუნებრივია და დაუდგე მას გვერდში და სწორად შეაფასო რომ ამ ადამიანს ჭირდება მხარდაჭერა მართალია შენ არ გეხება მაგრამ როდესაც სხვას ეხება და აღიქვა მამას და შენთვის ტკივნეულია სწორედ ეს არის ქრისტიანული სარწმუნოების საწყისი პრინციპები რომ ეს არის საწყისი და აუცილებელი რომ შენ იგრძნოს ხვისი ტკივილი და მიიღო შენად მე მესმის ის ოჯახის სიწმინდისგან და ძალიან კარგია ჩვენმა პატრიარქმა დააწესა და რა თქმა უნდა მე პირადად ჩემი ოჯახის სიწმინდეს ჩემი საქციელით ვიცავ ყოველდღიური ჩემი ცხოვრებით მაგრამ იქ იყო ძალიან ცუდი ფაქტი როდესაც იქ ვიყავი ჩვენ და ბავშვები ყავდათ მოყვანილი ჩემი ყველაზე პატარა და ჯერ არ ჭირდება არაფერი მაგრამ რა თქმა უნდა ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს შეუძლებლად ვარ ამ ბრძოლაში გადართული მე ვხედავ ბავშვებს რომლებიც ეტლში არიან და წარმოიდგინე ჯაბა 10-15 წლის ბავშვი 20 წლის აცნობიერებს რომ წამლები არსებობს და არ მიდის მასთან ეს წამლები და ბიუროკრატიული ბარიერებია წარმოიდგინე ეს როგორი იმიტომ რომ მე სხვაც მოითხოვს წამლს კი ბატონო სამწუხაროდ და იმიტომ არ შეიძლება ორსულისთვის პლედის დაფარება და პუფის მიტანა რომ სხვასაც მოუნდება მე რეაქცია. კი ბატონო, ეს ძალიან სამწუხაროა და დავასრულებ რომ იქ იყო მარში და ესე განყენებულად უყურებდა უმეტესობა და ეს ჩვენს ერს ძალიან
ძალიან ასე რომ ვთქვათ ცუდად შესაძლოა შემოუბრუნეს, იმიტომ რომ ქრისტიანობა მხოლოდ ის არ არის რომ მე გამოვიდე და რაღაცა დავიცვა რაღაცა დღეს წესები. კი, ეს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ საზოგადოებამ ბუნებრივია თვალი არ უნდა ვარიდოთ იმას, ვინც გასაჭირშია. და უნდა მივყვეთ იმ ინფორმაციას ბოლომდე, რაც რეალურია. და უნდა გავარკვიოთ ბუნებრივია. ეხლა როდესაც ძალიან იშვიათად, მაგრამ მეკითხებიან, რომ კარგია ეს წამლები, მაგრამ წამალი, მაგრამ ხო არ დააზიანებს ბავშვს, ჯერ წამლებია. მერე კიდე უკუჩვენება და ეფექტურობა 2%-ია, 802 შემთხვევა იყო და ეს თირკმლის პათოლოგია და აღმოიფხვრა ესეც. და მეორე ვიცით რა დაავადება. ანუ საკითხის შესწავლის გარეშე განყენებულად ყურება და თითქოს მას პოლიტიკური პარტიები იყენებენ. ეხლა ილიაუნის უნივერსიტეტის სტუდენტების გაშავება, რომ ისინი ემოციურ მშობლებს იყენებენ, რა შვაშია. ნახეთ, ერთ-ერთი სტუდენტი მეუნება 1,900,000 ქონდათ ანგარიშზე, 1,200,000 თუ რაღაც და ხაჭაპური არ შეიძინეს ამ თანხით. წარმოიდგინეთ, მშიერი ღამეები გაათენეს, ის 3 ღამე სტრინზე და ერთი ხაჭაპური არ შეიძინეს. ლაივი ჩართვა ქონდათ, წარმოიდგინეთ ამ მარათონის პარკებში და საკვებია, წყალი არ იყიდეს და ისინი თურმე ჩვენ გვიყენებენ. როცა გმირობა ჩაიდინეს, აი წლები გავა, ათეულობით წლები, მე პირადად ბევრი ამას მოყვება. ისეთი რაღაცა მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ერი გაერთიანა და სტუდენტებმა ესეთი რაღაცა გააკეთეს, რაც ათეულობით წლების განმავლობაში სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო და სტუდენტებმა გააკეთეს. მე მახსოვს ჩემი სტუდენტობა და ალბათ შენი სტუდენტობაც ჯაბა ესეთი იყო, რომ სრულყოფილი თანხა არასდროს არ გაქვს, როცა სტუდენტი ხარ რა, სულ რაღაცა გჭირდება და არ გაქვს საკმარისი თანხა და როგორ შეძლეს ეს დაიწყეს სტუდენტებმა და ჩაერთო საზოგადოება. და მართლაც გმირობა ჩაიდინეს, თითოეულს მინდა მადლობა გადაუხადო, რომ მართლაც გვყავს თაობა, რომელიც საღადმოაზროვნეა, რომელიც შემართებულია, რომ სიმართლე თქვას, მართალი მხარე დაიჭიროს და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ქვეყნისთვის გააკეთოს ის, რაც შეუძლია და როდესაც გურწფელია ამ დროს ახალგაზრდა ყოველთვის გამოუვა ეს გასაკეთებელი, რაც ქვეყნისთვის კარგია და ნებისმიერი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის არის კარგი და ეს გააკეთეს ილიაუნის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. და მადლობა მათ. მადლობა ნამდვილად. ანუ რო შევაჯამოთ ზაქარია. დაკრო. არსებობს წამლები, რომლებიც გამოიყენება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპის დიდ ქვეყნებში და რომლებსაც ადადასტურებულად აქვთ კარგი შედეგი, შესანიშნავი შედეგი, რაც შენ წეგან მოიყვანე. და შეიძლება თქვათ 30 და 50 წელი არ ტესტავენ ამ წამლებს, მაგრამ ანუ სწორად რო თქვა, დატესტილი არის უკვე ეს წამლები, აქვს შედეგი და სახელმწიფოს მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, ეინანება ფული, იმიტომ რომ არ განკურნავს ეს დაავადებას. უბრალოდ დროებით ასე ვთქვათ, გადაწევს ეტლში ყოფნას. ეგრეა ხო? კი, ნამდვილად ესეა და აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ არა მარტო ამერიკაში და ევროპაში ჩაბა. მათ შორის ნახეთ, რუსეთში 1250 ბავშვია, ყველა ბავშვზე ყველა მედიკამენტია მეწოდებული. იაპონიაში, ყაზახეთში და უამრავ სხვა ქვეყანაში გარდა ამერიკისა და ევროპისა. წარმოიდგინე, როგორი მოცემულობაა. რაც შეეხება ნახეთ იმ მიდგომას, რომ გადაავადებს და სამიწითო თქვა ჯანდაცვის მინისტრმა თუნდაც ერთი დღის გამო შეიძლება მთელი სამყარო გაიღო მშობელმა, ხო, ბავშვის სიცოცხლისთვის და თუნდაც და ნახე 3 წლით გადაავადებს არა და სიცოცხლის ხანგრძლივობას აორმაგებს. 20-ის ნაცვლად 40 წელი ცოცხლობენ ამ მოცემულობით, მაგრამ მოდი ავიღოთ ეს მოცემულობა თუნდაც 3 წელი. ჩვენ ხო 3 წლის წინ არ გვქონდა ეს აღიარებული მედიკამენტები. ის მედიკამენტები, რომლებიც უკვე აპრობირებულია და დაშვებულია, რაც იკითხე ჯაბა, ნახეთ, 15 წელი ხდება მუშაობა მედიკამენტებზე, როდესაც იშვიათ დაავადებებს ეხება და იქ შეიძლება 10,000 მოლეკულიდან ერთი გამოიყვანო და ის ასე რომ ვთქვათ, ძალიან დიდი თანხები გაიღო. და დრო და უკვე მიიღეს, უკვე გავიდა ის 15 წელი და ახლა წამლები გასულია უკვე გასაგებია. და 3 წლის შემდეგ ხო არ ვიცით კიდე რა მედიკამენტი, რა უამრავი კვლევაა. უამრავი კვლევა შესაძლოა სრულად მოხდეს ამ დაავადების დამარცხება, ანუ კუნთოვანი ქსოვილების აღდგენაც კი, როდესაც დეგენერაცია მოხდა კუნთების, იმის აღდგენაც შეიძლება მოხდეს, რომლებიც ეტლში არიან. ისეთი კვლევებია. და რატომ ამბობ, თუნდაც 3 წელი. იქ ხო არ ვიცით 3 წელი თუ გადაუვადდება, მე რა იქნება. რა თქმა უნდა. წარმოიდგინე, როგორი მოცემულობა გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვიწევს აი ორგანიზაციას
აი ახლა თქვენთან ვამბობ და ძალიან კარგია, მადლობა ამისთვის და ნებისმიერ ტელევიზიით სადაც შესაძლებლობა გვაქვს ყოველთვის ვიძახით ამას, რასაც ახლა ვამბობ, რომ მიიღო საზოგადოებამ ზუსტად თუ არაერთი მედიკამენტია, აპრობირებულია, შედეგების სახეზეა და რამოდენიმე კვლევაა და უნდა გადავავადოთ რაღაცნაირად თუნდაც ამ მედიკამენტებით, რომ გადავარჩინოთ ეს ბავშვები და ეს არის სწორედ სახელმწიფოს სწორი მიდგომა. ის კი არა რომ სახელმწიფო დაპირისპირებულ მხარეთ გექცეს, არა მხარდამჭერად და ქუჩაში გამოხვიდე. არამედ ერთხელ როცა იტყვის რომ რაღაც თემი არსებობს, ჯგუფი არსებობს და მოწყვლადი ჯგუფია, თვითონ სახელმწიფო მიმოქმედოს და მიხედოს ამ ბავშვებს. ჩვენ ქუჩაში მოგვიწია გამოსვლა. ნახეთ, აი როდესაც მშობელს გიწევს შვილის ჯანმრთელობისთვის ბრძოლა საჯაროდ. ეს სახელმწიფოს მარცხია თუ საზოგადოების? რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მარცხია, მაგრამ ნახეთ, საზოგადოება ბოლომდე 100%-ით ერთსულოვანი ვერ იქნება. რაღაც 1-2% ყოველთვის დარჩება, ის ვინც რაღაც ინტერესების გამო ხარს დაუჭერს. მეტწილად სახელმწიფოს, მაგრამ საზოგადოების ბრალიც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ახლა ჩვენ რა ერთსულოვნებას დავინახეთ, ერთგვარი რეფერენდუმი ჩატარდა და გავიმარჯვეთ, ესე რომ ვთქვა, ყველამ თქვა კი, ამ ესე რომ ვთქვა, პასუხი გასცა პრემიერს. ეს არის ზუსტად ერთსულოვნება და საზოგადოების მხარდაჭერა. ამის შემდეგ მაინც ვფიქრობ, მთავრობა მიიღებს ორ გადაწყვეტილებას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ბრალია, როცა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი არ არსებობს და არ არის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და მით უმეტეს ბავშვების, ვერასოდეს ეს პრობლემა ვერ მოგვარდება და ყოველთვის ისე იქნება ჯაბა, რომ ვიღაცას რომ ძიმე დაავდება, დაუდგინდება, უნდა გაიქცეს საზღვარგარეთ. ესე იგი, სხვა ქვეყანას უნდა მოსთხოვო, შენმა არ უნდა მიგიღოს და არ უნდა შენ ქუჩაში უნდა გამოხვიდე. წარმოიდგინეთ. ეს არის სერიოზული პრობლემა და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს ის, რომ როდესაც ძიმე დაავადება აქვს ადამიანს, თუნდაც ონკოლოგიური, არ უნდა გარბოდეს სხვა ქვეყანაში. აი შარშან მაგალითად პირდაპირ ვიტყვი. ხა გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ სიტუაციებში შევედით და რაღაც ინფორმაციებს ვიძიებთ. 600 მილიონი ლარი ბიუჯეტში დარჩა აუთვისებელი. რას ნიშნავს ეს? და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები თუნდაც სოციალური პირობების გამო წასულები არიან ქალბატონები. და ევროპის ქვეყნებში და ის რომ ბავშვები აღზარდონ, ასწავლონ, საცხოვრებელი შეუძინონ და ასე შემდეგ სწავლა-განათლება მიაღებინონ, უცხოეთში არიან გადახვეწილები. რის გამო? თუ ესე რომ ვთქვა, ჩვენ ბიუჯეტი შეიძლება 600 მილიონი ლარი გადაგვრჩეს. უნდა მოხდეს სწორად განსაზღვრა ნებისმიერი ხარჯის, თუნდაც იმ პრემია დანამატების, რომელზეც ამბობენ, რომ თუნდაც 2 მილიარდი 3 წლის განმავლობაში. ეს ხო ისეთი ხარჯია, რომ ბუნებრივია საზოგადოებაზე არ აისახება და საზოგადოების განვითარებაზე და უკეთეს მომავალზე და სიჯანსაღეზე არ აისახება. საქართველოში პრიორიტეტი არ არის ადამიანი. აი რაღაც სტატია თუ რაღაც პოსტი ვნახე იმ დღეს, იაპონიაში რომელიღაც სოფელში ერთი ბავშვის სკოლაში წასაყვანად დადის ტრამვაი თუ ტროლეიბუსი თუ ავტობუსი. სადღაც მიდის სოფელში, რომ ეს ერთი ბავშვი სკოლაში მიიყვანოს და მე უკვე აი ხო ვერ წარმოვიდგენია საქართველოში რაღაცა მოხდეს. დამცუდი. აი ნახეთ, აი მაგალითია, რომ საზოგადოებაში ხარ მაგალითს მოიყვანე ჯაბა, რომ ერთსულოვნება, ადამიანების სიყვარული, ბავშვის სიყვარული და პრიორიტეტი, რომ მან მიიღოს განათლება და სახელმწიფო ყველაფერს დებს ამაში. აი ეს არის სწორედ ნახე მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენ რასაც საუბრობდით, წეგან რაშია პრობლემაა? სწორედ ამაშია პრობლემა. თვით შეგნება დაპირისპირება სახელმწიფოსთან. ის კი არა, რომ ნახეთ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, ამ დროს აღარ იქნება ესეთი განწყობა. ჩვენ ხედავთ, აი საზოგადოებას როგორი სტრესულია და დაძაბულია. აი პერიოდულად მიწევს ევროპაში, სხვა ქვეყნებში მოგზაურობა და იქ ხედავ ადამიანებს როგორ აი გაუმეტყველებაზეც კი სხვა, ნუ ახლა ხშირად მოგზაურობ თითოეული და აღშკარად განსხვავებული სახეებია. რატომ არის ეს? იმიტომ არის, რომ ყოველთვის დაპირისპირებულია სახელმწიფო. ეხლა იმის ნაცვლად რომ ეთქვა დაუბრუნდები თემას, რომ ეს სისაძაგლე ჩაიდინეს და არ უნდა ეკნათ, გადაცდომაო ერთ-ერთი დეპუტატი ამბობს ამას. ეს ხო საშინელებაა და კიდევ ვისმენთ, რომ ეს რატომ გააკეთეთ სალაპარაკო მიეცით ხვებს, სალაპარაკო მიეცით კი არა, შენიშვნას კი არა, ქმედებაზე სალაპარაკო რატომ მიეცით ხვას. ეს როგორ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს ამის გამოთქვა და ამის ამ პოზიციის დაფიქსირება. მეცინება ხო? სასწაულია ეგეთი რამე. აი ნახეთ, აქ უკვე ყოველთვის იქნება საზოგადოება და სახელმწიფო დაპირისპირებული და ვერასოდეს კონსენსუსი ვერ იქნება სწორი მიმართულებით ქვეყნის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. ხო, ნუ ეს მოსავლელიც იყო, ეხა კადრები რო გავრცელდა, რა თქმა უნდა, ზოგადად დაგმობდნენ და არ გაამართლებდნენ ამას, მაგრამ ეს დაგმობაც თავისებური აქვს.
ბატონო. პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანი და პირველ რიგში ბავშვები. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. სხვანაირად აი ვერც კი წარმოვიდგენ, არ შემიძლია ამის წარმოდგენა, უარს ვამბობ და წარმატებებს გისურვებ. აიხარე, ნახე, ჯაბა სამი რაღაცა აქვს გამარჯვებამდე. ერთი უკვე სტატუსი აქვს ბავშვებს, მეორე საჭიროებები უკვე დაფარულია და რაც არის ყვათეულობწები და მესამე და ბოლოს და დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ, ეს არის მედიკამენტის შეძენა, მაგრამ მარტივი ბრძოლა არ არის, მაგრამ მართლა აი გულწრფელად ამბობ, ერთგვარად სიამოვნებასაც ვიღებ, რომ ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვი. ამაზე დიდი ბედნიერება. ხო, აი არ ვიცი, ნახე, მისია ხო გვაქვს ჩვენ, აი მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ოდესაც დარბაზიდან ვათავისუფლებ და შენ ძალიან და აი დარწმუნებული ვარ, რომ აი უდიდეს სიამოვნებას იღებ ამით, როგორც მე ისე, მაგრამ ეს სხვა ბრძოლაა. ეს არის ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად. იქ ხო კარგია, რა თქმა უნდა, განსასწრებელია, გასაჭირში ადამიანი და ციხიდან ათავისუფლებ, ახარებ ოჯახის წევრებს, შენ თავში სერიოზული თვითკმაყოფილება გაქვს, მაგრამ აქ სხვა ბრძოლა, ამ ბავშვების გაერთიანება, იმედის ჩასახვა, სიცოცხლის გადარჩენა, ეს სხვა რაღაცაა და ხანდახან ფიქრობ, აი ძალიან ძნელია ამის თქმა, მაგრამ ხანდახან მომივას, რომ აი ღმერთს მადლობა უთხრა, რომ ეს მისია, ნახეთ, მიუხედავად დიაგნოზისა, ძალიან ძნელია ამის ესე ფიქრი, რომ აი ამ ბრძოლაში ვარ, ასეთ ღირსეულ. ხო, დიდი პატივია. კი. ამბულად ეგრეა. მადლობა სტუმრობისთვის, ზაქარია და წარმატებებს გისურვებ. მადლობა თქვენ და წარმატებები ესაა. გაიხარე.